გაზიფიცირების მიუხედავად ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ზამთრისთვის გასათბობად კვლავ შეშას იმარაგებს. ადგილობრივების უმეტესობა საშიში მერქანს ყიდულობს, რადგან ტყიდან მისი გამოტანა ბევრად ძვირი უჯდება. ერთი ოჯახი მთელი სეზონის განმავლობაში დაახლოებით 11 კუბურ მეტრ ხეს წვავს, რისთვისაც 700 ლარამდე თანხას ხარჯავს. შეშამ ტყიდან მოედანები გაყიდებენ ვეღიდით. საბუთია ყველაფერი და მოდიან, ალბათ დამზადებებია და ყიდიან შეშას. მოელაპარაკებ ფულზე დაგიცლიან შეშას და წავლენ გადავხდი ფულს. მოგცემენ საბუთს. თქვენ თვითონ თუ გაქვთ უფლება თუ იცით რომ კი, ტყეში და კი, მაგრამ უკვე ძვირი ჯდება უფრო, უნდა იცოდეთ ტყე სად როგორ. იმათ უკვე დამზადებები აქვთ. ხარი მიყავთ, ტრაქტორები მიყავთ, ეს ტექნიკა მიყავთ და იმისთვის უკვე ადვილია და ერთი კაცი რომ წავიდეს, იმისთვის ძალიან რთულია. მთავარ მიზეზად, რის გამოც მოსახლეობა ხე-ტყის ტრანსპორტირებას თავად ვერ ახდენს, ტყე-კაფეების შორმანძილზე მდებარეობა სახელდება. ადგილობრივების განმარტებით მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საშიში მერქნისთვის განკუთვნილი ხე შერჩევით უნდა მოიჭრას, რომელიც შეიძლება ტყის შუაგულში დაინომროს. ამიტომ მოსახლეობის თქმით, შეშის შეძენა მათთვის ყველაზე კარგი გამოსავალია. პრობლემა იქ ტყეში არის 1-25 კილომეტრი უნდა იაროვდებით. პრობლემა ეგ არის, ახალი ხე რომ არის, ახლო არის, მაგათ ვერ მოჭრით. შორს უნდა გავიდე, რომ ხმელი შეშა უნდა მოვდან. ერთი კუბური მეტრი წიწვოვანი საშიში მერქნის გამოწერა 5 ლარია, ხოლო ფოთლოვანის 6 ლარი. განმარტავენ ახალციხის სადღეო სამმართველოში. ის რომ დანომრილი ხე-ტყის გამოტანა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, სამმართველოს თანამშრომლებიც ადასტურებენ. ახალციხის უბნის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ შეშით ადგილობრივების სრულად დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, რადგან ტყის რესურსი მცირეა. სტალბერი ყურმაშვილის აზრით, თუ სახელმწიფო საკითხს სერიოზულად არ მიუდგა, მომავალ წელს შესაძლოა საშიში მერქნით მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნას. ჩვენგან გამომდინარე ტყე-კაფეები იყოფა ყველგან, სადაც კი ოდნავ საშუალებაა მეტყეურად. მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ იყოფა ჩვენ მოსახლეობას. თუნდაც ავიღოთ ახალციხე, 20,000 მაცხოვრებელია ეს ახლოებით და აქედან 5,000 ოჯახი მაინც არის. 5,000 ოჯახიდან 4,000 ოჯახი თითქმის ლამის შეშას მოიხმარს, ხო? ყველა სოფლის მოსახლე შეშას მოიხმარს და ჩვენ ამის არანაირი საშუალებები არ გააჩნია, ფიზიკურად ტყე აღარ არის მაგდენი. მოსახლეობის საშიში მერქნით მომარაგებასთან დაკავშირებით საკითხი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომაზე დაისვა. ადგილობრივი ხელისუფლება შეშით შეჭირვებული ოჯახების დახმარებას გეგმავს. რამდენ ოჯახს მოამარაგებს საშიში მერქნით გამგეობა ან რაოდენობით, ამ ეტაპზე გარკვეული არ არის. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და დეტალები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.